დიდი მადლობა ბენდს, გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ. პირველი იუმორისტული შოუ TV პირველი. გადაცემის წარმომადგენელია PSP. ისევ მინდა ტრადიციული მიმართვით დავიწყო სოლიდარობა ჩვენი გუნდის წევრს ონისეც ხადაძეს მოვიკითხავთ აქედან ვიცი რომ გვიყურებს ჟურნალიზმზე ამაღლობებს სოლიდარობა სისტემის ყველა უკანონო პატიმარს ძვირფასო მეგობრებო თავისუფლებას უსურვებთ მალე მათ ყველას მონოლოგს ვიწყებ ცენტრალური თემით რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთში გაიმართა ამერიკული და რუსული მხარეების შეხვედრა რომელზეც განხილული უნდა ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების თემა ამ შეხვედრების დასრულებისთანავე ვაშინგტონში ტრამპმა გააკეთა ყველასათვის მოულოდნელი განცხადება დააბრეხვა ანუ ესე ვთქვათ ზელენსკის დიქტატორი უწოდა და 4% აქვს მაგას რეიტინგიო რომ ვაკვირდები ამ ხელა ზესახელმწიფოს მოსახლეობაც უშვებს შეცდომებს ძვირფასო მეგობრებო იმიტომ რომ აშკარად კობახიძე ყავთ არჩეული ოღონდ ჟღალი კობახიძე ცელკი და მოუსვენარი ეს უფრო ცელკია ასაკში კი არის, მაგრამ ძალიან მოუსვენარი კაცია. 4% აქვს რეიტინგიო, საიდან მოიტანა არ ვიცი. არადა ზელენსკის რეიტინგი 57%-ია და ტრამპის რეიტინგი საკუთარ ქვეყანაში 52%-დან 45%-მდე ჩამოვარდა არჩევნების შემდეგ. როგორც ვაკვირდები, ამერიკელების უმრავლესობამ ტრამპი აირჩია ასეთი მიდგომით, თუ არ მოგვეწონა გადავირჩევთ. If we don't like it we will change it. ასეთი პირი უჩას აშკარად. გადავიდეთ ჩვენი ქვეყნის ცენტრალურ ამბებზე, ძვირფასო მეგობრებო. ახალი ტრენდი ქართული ოცნებიდან, კვერცხების დაშენა ოპოზიციონერი ლიდერების მისამართით. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მიუნხენის სამიტიდან დაბრუნებულ გახარიას და მომდევნო დღეს დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს დახვდნენ ოცნების ტიტუშკები და კვერცხები დაუშინეს მათ. და რაც უნდა დაუძახონ ეს ყველაფერი ამ ხალხს უწერია წინასწარ ფურცელზე. მაგალითად უწერიათ ხოლმე რომ სალომე გავაბოჩდა მოღალატე და მეორე უწერიათ კაია USAID-ის ფულები. ესე უწერიათ თან იყურება. USAID-ის დროს ფურცელში იყურებიან რომ სწორად გამოთქვან, იმიტომ რომ USAID იმდენად რთული სიტყვაა მათთვის. ერთი წაკითხით ვერ დაიმახსოვრებენ. ამიტომ აუცილებლად ფურცელში უნდა ჩაიხედონ. ნახოთ რა კომენტარი გააკეთა ამ ძალადობაზე ხალხის ძალის შეუპოვარმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა. ესეთი კაცი არსებობს. რა უკვირს ვერ გავიგე ზურაბიშვილს. არ მეუნებოდი რომ თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა. არ მეუნებოდით რომ თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდაო. ამას ამბობს დეპუტატი, რომელიც რკინის ჭიშკარ შემოორტყმულ პარლამენტში სპეცრაზმის დახმარებით შედის და საღამოს საიდან იპარება კაცმა არ იცის. TV პირველი ჟურნალისტმა პარლამენტში სცადა ამ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები დაესვა დეპუტატისთვის. სად იყო და სად არა ქოცი კვერცხებით შეიარაღებული აქტივისტების დასაცავად ეგრევე გამოვიდნენ ქართული ოცნების დაკუნთული ჩიპი და დეილი გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე. მოდით ნახოთ მათი კომენტარი, ლაშასი უფრო. არ გულთან ძალადობას არ მიიჩნევთ მიუღებლად? სხვა და კვერცხების სოლა ძალადობა არ იყო და როდესაც თქვენს ლიდერებს კვერცხებს დაუშენენ ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდები, ეგ ძალადობა არის? ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდებიო, მოკლედ რად გინდოდა ამ ხელა პოლიტიკის შტანგას რომ ეძგერე, ლაშა და ეს ამ ხელა ტვირთი მოიგდე ამ ზორბამ ხრებზე. ცოტა ხო უნდა დაფიქრდე, შენი პოლიტიკაში მოსვლა მარტო სომეხძალოსანს რო უხარია და სხვას არავის. ესე იგი რაღაცაშია საქმე ხო ლაშა ცოტა ხო უნდა გაგონება ხო უნდა გახსნა და იაზროვნო. გადავიდეთ სასიხარულო ინფორმაციაზე. მეგობრებო 69 წელი ბიძინა ივანიშვილის გახდა. აბა ეხლა მაგჭკუაზეა ბიძინა თვითონ გამხდარიყო 69-ის. პირიქით. თვითონ 69 წელი გახდა ბიძინა ივანიშვილი. ესე იგი ერთმანეთს ასწრებდნენ ქართული ოცნების სახეები ვინ როგორ მიულოცავდა დაბადების დღეს ოლიგარქს მლიქნელობის ყველაზე ორიგინალურ და გამორჩეულ ტექსტს ვინ მოიფიქრებდა ვისი ტექსტი იქნებოდა უფრო აღმატებული რომლის სიტყვები უფრო მოედებოდა თაფლად ბიძინას გულს ერთი სიტყვით ყველას ტექსტი კარგი გამოდგა და ყველამ თანაბრად შეინარჩუნა დამსახურებული მონის სტატუსი ბიძინას პირველ სიაში ორი სია აქვს ბიძინას ერთში დამსახურებული მონები ყავს ჩაწერილი მეორეში ჩვეულებრივი მონები
მეორე სიაში მუდმივად მიდის ბრძოლა იმისთვის, რომ პირველ სიაში გადავიდნენ. მესამე სიაც აქვს დასაწყობებული მონების, მაგრამ მაგათ არჩევნების დღეს ააქტიურებს ხოლმე და მე აღარ ჭირდება და ისევ ასაწყობებს ისე. ამბიციო ხალხია და ასე. მე მინდა რამდენიმე მილოცვა წაგიკითხოთ. იმდენად კარგი მილოცვებია, რომ არ მინდა დაიკარგოს. მინდა ისტორიაში შემორჩეს ძვირფასო მეგობრებო, მაშასე დავიწყოთ მამუკა მდინარაძეს. უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა პოლიტიკური სვლა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას სჭირდებოდა. შემდეგი ირაკლი კობახიძე ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვუხდი მადლობას. ეს ნიჭი არ აუშვებს. შემდეგი კობახიძე ცოტა თავდაბალია და ასე შემდეგ. შემდეგი კალაძე ვულოცავ დაბადების დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა. შემდეგი ირაკლი ღარიბაშვილი დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს 12 წლიანი მშვიდობის უზრუნველყოფა და ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. და ყველა გამორჩეული ნინო წილოსანი. ისტორიაში არაერთი გამორჩეული ადამიანის შესახებ გვისწავლია. ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზე. მოკლედ წილოსანმა ისე მიულოცა ბიძინას, რომ ყველა წილოსანს ულოცა და რა კარგად მიულოცე ბიძინა ივანიშვილს. ამას მოფიქრება ხო უნდა ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზეო. შეგახსენებთო წილოსანის და ოცნების წევრების შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენმა შვილებმა აქ უნდა ისწავლონ და თანაც ბიძინაზე. ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე იყო 18 თებერვალს. შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ვინც ვერ მოასწარით მილოცვა 4 მარტს არის ძველით ბიძინას დაბადების დღე და შეგიძლიათ ეგ გამოიყენოთ. ეგენი ორჯერ აღნიშნავენ, ახლით და ძველით, და შეგიძლიათ მეორეთაც მიულოცოთ, არ არის პრობლემა. და იცი რა არის, ღარიბაშვილს კითხესო, ვინ დაგეხმარა ასეთი მაგარი მილოცვის მოფიქრებაშიო და ღარიბაშვილმა არავინ დამხმარებია, უბრალოდ კლავიატურა დავკოცდა და თავისი დაიკრიფა ტექსტი. ბიძინას დაბადების დღეს ამ მილოცვების კორიანტელში ყველაზე გამორჩეული იყო, უпроსტად ყველაზე გამორჩეული დაემართა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს. მოდით ნახოთ რა დაემართა. გორის საკრებულოს თავმჯდომარე მთელი დღეა ბიძინა ივანიშვილის დღის მისალოს ტექსტებს აზიარებს. მოკლედ რომ ვერაფერი მოიფიქრა და შესაბამის თემაში ინტელექტი არ ეყო, ადგა ეს ყველა პოსტი გადააზიარა Facebook-ზე. ყველას მილოცვას ეთანხმება, ყველა ვინც კაუბახიძე, ყველას გადააზიარა. ფაქტიურად ეთანხმება გამყრელიძის დასკვნას. ხო არა, ყველას ტექსტი მოეწონა და ყველა გადააზიარა. შენ კიდე ამ სხვისი მილოცვების გადაზიარება შეკაი ადამიანი ერთი გული მაინც გაუგზავნე მესენჯერში ბიძინა ივანიშვილს. ოღონდ რომელი გული იცი? ერთი გული როა, ხო? თავიდან ერთი გული რო იგზავნება და მე ბევრი რო ამოდის ეს ერთ საგზავნი, მაგრამ ბევრად იშლება რა გულები. ბიძინას დაბადების დღესთან დაკავშირებით რუსთაველზე განსხვავებული საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსთაველი ტრადიციულად გადაიკეტა და აქციის მონაწილეების სხვადასხვა ფორმით ულოცავდნენ ოლიგარქს დაბადების დღეს, ულოცავდნენ ბრჭყალებში. ამ აქციის შემდეგ გაურკვეველმა შავსამოში ჩაცმულმა ზონდერებმა გაიწასეს ტელეპიროლის ოპერატორი. რამდენიმე ადამიანი მათ შორის ვიკა ბუკია იყო ერთ-ერთი, რომ მოახერხა ამ ადამიანების ვიდეოს გადაღება და ამის შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ესენი შავნიღბიანები სამართალდამცავები ყოფილან. არ ვიცოდი, რადაინად. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, ვთქვათ, გაკავებენ ვიღაც შავნიღბიანები, ხო, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები. როგორ უნდა გაარკვიოთ, არის თუ არა სამართალდამცავი? ამ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა ქართული ოცნების დეპუტატმა უნიჭიერესმა ლადო ბოჟაძემ. ნახოთ ბოჟაძის პასუხი, აი როგორ უნდა გავარკვიოთ. უნდა ჰკითხოთ, პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემენ პასუხს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვთ 112-ში დარეკვას. დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ. მართლა რა პანიკებს ამტეხავთ ჩვენ? აი რა პანიკებს ახსნა ადამიანმა. თქვათ გაგიტაცეს.
გაგიტაცა 6-მა ნიღბიანმა, ვიღაცა გაურკვეველმა, გაცხოველებულმა ადამიანმა, მხეცმა. წყნარად, აუღელვებლად და მშვიდად ეკითხებით, თქვენ გეთაყვა. პოლიციელები ხართ? არა, პასუხობს. აბა, გამიტაცეთ? დიახ, თქვენ გატაცებული ხართ. ლაპარაკობთ რა, ლაპარაკობთ. სავარაუდოდ უნდა მცემოთ? არ გამოურიცხავ, ეს პასუხობს. კარგი, მაშინ თქვენი ტელეფონი მიბოძეთ, თუ შეიძლება. აქეთ აქტივისტი ეუნება იმ მხეცს. რა გინდათ ჩემი ტელეფონი, მხეცი პასუხობს. ამას 112-ში უნდა დავრეკო. ინებეთ, ეს მხეცი გაწვლის ტელეფონს. რეკავთ 112-ში, აუცილებლად სპიკერზე რთავთ, რომ გამტაცებლით საქმის კურსში იყოს ასაკეთე. ირეკება, დაელოდეთ, თქვენ ხართ რიგში მე-11. ოპერატორი მალე გიპასუხებს. ორივე უსმენთ ამ მუსიკას. ერთად უსმენთ. მერე ოპერატორი გიპასუხებთ, აუხსნით, რაც დაგემართათ. ოპერატორი გაკიცხავს თვითონ ამ გამტაცებელს და თქვენ სრულიად უვნებელი ბრუნდებით შინ. გამტაცებელი გეძახით, კვლავ გვეწვიეთ. აი ასეთ სიმსუბუქეზე და სიმარტივეზე გვაქვს საქმე. და თქვენ აი ტეხავთ აი ამ გაუგებარ პანიკას და ინტრიგანები ხართ ეს ყველა ჟურნალისტი, ვინც ახათ, რა ვიცი, რამდენი ხართ. ადამიანურად, ხო ახსნა ადამიანურად და რეკავ ლაპარაკობთ ერთმანეთში მშვიდად და გიშვებენ უკან რა პრობლემა. გადავიდეთ მომდევნო თემაზე, ქვეყანაში რომ სამართალი ყვავის და ყველა საქმე გამოძიებული და გახსნილია, ეს რა თქმა უნდა ყველამ კარგად ვიცით. ხო და გამოსაძიებელი რომ აღარაფერი დარჩა, ქართულმა ოცნებამ შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის და გამოიძიებს წინა ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებს 12 წლის მერე ლაპარაკობ ამ ყველაფერს. მოდი ვნახოთ ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც იწყებს კომისია და მისი თავმჯდომარე თეა წულუკიანი. ოცნება ამტკიცებს, რომ 2004 და 2008 წლის არჩევნები გაყალბდა. მის გამოკითხვას იგავს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია. ანუ აი ეს სტატია ეს. ანუ ამ გადაწყვეტილების მერე არ გამიკვირდება ოცნების აქტივისტებმა ვივამეთთან მიშას მოუწყონ აქციები მოთხოვნით დაინიშნოს 2004 და 2008 წლის ხელახალი არჩევნები. გადადგეს კახა ლომაია და ცეცხლი ოლიგარქიას. ცეცხლი ოლიგარქიას იმიტომ რომ ივანიშვილი მაშინაც იყო და მიშას ეხმარებოდა. ამიტომ ცეცხლი ოლიგარქიას ყველა ეპოქაში გვაქვს ეს ფრაზა. თქვენ გონიათ რომ ქართული ოცნება მხოლოდ წინა მთავრობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს? არა, მეგობრებო, ქართული ოცნება 24 საათი ჩაუხრლა ჩრომობს თქვენთვის და თქვენი კეთილდღეობისთვის. მოდით ვნახოთ, რას განიხილავს ერთი საპარლამენტო კომისია. მეორე ფესტივალი გახლავთ კავკასიური იავნანების ფესტივალი. სადაც გვინდა მოვიწვიოთ, ესე იგი, ყველა კავკასიელი, რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება მოიძიეთ. ანუ კავკასიის იავნანების ფესტივალი უნდათ რომ ჩაატარონ. ფულის საკეთებელ ვარიანტებს იგონებენ. ანუ კავკასიის იავნანების ფესტივალი. მუსიკოსებო, იავნანების ფესტივალი გვექნება მალე. მალე გააკეთებენ რაღაცა ახალი იდეები, ახლა იავნანების ფესტივალი შეიძლება კიდე მოვიფიქროთ, მაგალითად ნელი სიმღერების ფესტივალი. მერე ლამაზი მისამღერების ფესტივალი, მხოლოდ მისამღერებს იმღერებენ ხალხი. ან მაგალითად მერე ბოლოს უკვე რომ ამოეწურებათ, იქნება არაფრის მომცემი სიმღერების ფესტივალი. სადაც უკვე ქართული ესტრადის 80% მიიღებს მონაწილეობას, ვირთვასო მეგობრებო. გარანტირებულად ავიღებთ ჩვენ გრან-პრის, ამის პირობას გაძლევთ. ამის შემდეგ ჩაატარებენ შავი ზღვის აუზის ქვეყნების სადღეგრძელოების ფესტივალს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანათა ანეკდოტების ფერხული და რა ვიცი, ფული იყოს და ახლა ფანტაზია არ გვეშლება ქართველებს, ახლა მინდა გითხრათ. ძვირფასო მეგობრებო, ახლა უკვე სასაცილოდ აღარ გვაქვს საქმე, სერიოზულ თემაზე გადავდივარ, მონოლოგის ბოლოს შემოვინახე თავზარდამცემი ინფორმაცია. გთხოვთ, ეკრანებს მოაშოროთ სუსტი გულის და ნერვების მქონე სიმპათიური მამაკაცები.
ნახოთ რა ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი ასავალ-დასავალე, ძვირფასო მეგობრებო, საშინელება ხდება. ნახოთ. ევროპის გეი ლაშქარი საქართველოსკენ მიოიწევს. თხოვნა მექნება არ ახვეთ პანიკას, არ ჩავადეთ უიმედობაში, ჩვენ არავის დაუთმობთ ჩვენს სხეულს, თქვენ აგვებო. მე მაქვს ინფორმაცია ძვირფასო მეგობრებო, პირველ შემოსევისას ეს გეი ლაშქარი უკან გაბრუნდა. მაგრამ მას გზად წამოეწია ნაზი მოღალატე და უთხრა ქართველებს აღვირახსნილები არ ყავთო და ეს ამხელა ლაშქარი უკან შემოტრიალდა. მე მოუწოდებ ამ ქვეყნის ყველა ცოლს და ყველა შეყვარებულს, გოგოს, დაგვიცავით. დადეკით ბრძოლის წინახაზზე, იომეთ ჩვენს ნაცვლად, იმიტომ რომ კაცები ამ ბრძოლაში ვერ ჩავებდებით, რადგან შეიძლება ბრძოლის ველზე დავიჭრათ და დაუძლურებულებს კაცმარიცის რას გვიზავენ. და ქალებზე ვიცით რომ არაფერს დაგიშავებენ. ჩვენ ვართ სამიზნეები, ეს საჯიშე ქართველები, ჩვენ ვართ სამიზნეები. მე ვიცი ახლა ძვირფასო მეგობრებო, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს აურაცხელი გეი ლაშქარი. როცა არმია ქვეყანას მოადგება და დაბანაკდება რომელიმე ველზე, ჩვენ ჯარს გამოეყოფა 200 რჩეული ვაჟკაცი, რომელსაც ჩავაცვათ მაღალქულსიან ფეხსაცმელებს, ამოვაცვავთ ელასტიკებს, ტანზე ზეთით ავალიპლიპებთ და გავუშვებთ გეი ლაშქარისკენ. ვაფიქრებინებთ, რომ მისკენ გადავედით თითქოს. ხო და ეს 200 რჩეული ვითომ გეი ვაჟკაცი მოულოდნელად ხმალს იშიშვლებს და მტერს შიგნიდან აუტეხს ბრძოლას. ამ დროს გეი ლაშქარი დაიბნევა და დათრგუნლები და გულნატკერები გაქუსლავენ უკან მოუხედავად. სუტრა კითხვა უნდა ვასრულინოთ მაგათ. მაგარ არაობეს, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალთ აფორმებს ბენდი თამნა ლეკოიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. გადაცემის წარმოდგენია PSP.